მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ განვიხილოთ ისეთი კითხვა, ყოფილ პარტნიორზე. ანუ დავარქმევ როგორ, რას მალავს ეს თქვენი ყოფილი პარტნიორი თუ რაღაც მაგდაგვარ თემაზე რა გავშალოთ, ახლა კითხული მაქვს მომზადებული და ვნახოთ უკვე. ჩვენ შეიძლება რაღაცის აი როგორ არის განწყობილი ახლა თქვენს მიმართ ეს ადამიანი. შეიძლება ყოფილი არ არის დაუშვათ დიდი ხანი არ გამოჩენილა ეს ადამიანი და ან კონტაქტი არ აქვს კაი ხანი და შეიძლება ეს ადამიანიც რა გამოჩნდეს. ნუ ახლა ნახოთ ჩვენ გაშლის დროს უკვე თქვენ ნამდვილად მივხვდებით რა ხდება, ხო? უბრალოდ ჩვენ ახლა კითხვას სიგნიფიკაციას არ ვაკეთებთ, ანუ ჩაიფიქრეთ, ანუ ყოფილი პარტნიორი, ან ადამიანი, რომელიც არ ჩანს დიდი ხანია, მაგრამ თქვენ თვლით, რომ ვთქვათ, ჯერ არ არის შეიძლება ყოფილი, უბრალოდ ახლა ან გაინტერესებს ვინმეს, ვთქვათ, აზრი თქვენზე, ხო? დღეს მინდა გავაკეთო ეს გაშლა ახალი დასტით, მომივიდა გუშინ ჩემ მოსწავლესგან იტალიიდან, დიდი მადლობა. ჩემ მოსწავლეებმა იციან, რომ ჩირო მარჩეტი ძალიან მომწონს და მიყვარს და ამიტომ აი ასეთი უკვე ორი დასტა მაჩუქეს და მეც ბევრი მაგ და ძალიან მიყვარს ჩირო მარჩეტი, ძალიან საინტერესო საერთოდ დასტებს აკეთებს, სულ რაღაცა მაგას ნიღაბები და რაღაცები აქვს და ნუ საინტერესო რა. ნახოთ ახლა ჩვენ, ამიტომ ვიმუშაოთ. გუშინ მომივიდა ეს დასტა. უკვე დავათვალიერეთ, ძალიან საინტერესო და აბა შევხედოთ, რას გვეტყვის ეს დასტა დღეს ჩვენ. და კითხვები ჩვენი, ესე იგი, ეხლა როგორ არის განწყობილი თქვენს მიმართ ეს ადამიანი? სინამდვილეში რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ, რომელიც ჩაიფიქრეთ? რას მალავს და არ გეუბნება, თქვათ, ნუ შეიძლება რაღაცას, აი, არ უნდა რომ გითხრას საერთოდ. რაც ეგეთი კითხვა დამიბადა. აქვს თუ არა მაგას, აი, სინანულის გრძნობა იმაში, რომ თქვენთან აღარ არის, რომ დაკარგათ თქვენ, ან თქვენთან თუ არ არის, ეხლა დაუშვით ხო ვთქვით მეორე ვარიანტი. ეხლა კიდე ჩვენთვის ახლა რადგან იცით თქვენ რომ მე კარმული და არა ნუმეროლოგი ვარ და ფსიქოლოგი, რა თქმა უნდა, კარმული თემას ჩავორევ. და გაქვთ თუ არა თქვენ გაკვეთილი კარმული კიდე, რომელიც უნდა გააიაროთ რა კიდე ერთად. იმიტომ რომ არის ზოგი პარტნიორი ისეთია, რომ თქვათ ეხლა გაქრება გამოჩნდება და ასე შემდეგ რა. რა გელოდება თქვენ მოდით ესეც ვნახოთ, თუ თქვენ დაუშვათ აი ეს ურთიერთობა განაახლოთ, აი ხო შეიძლება ადამიანი გამოჩნდა და უნდა განახლება ურთიერთობის. არის თუ არა, იმიტომ რომ ამ დღეებში სულ რაღაც ეს ამ თემებს ვარჩევ და ამიტომ ვიფიქრე, რომ მოდით აბა გავშალ, ძალიან საინტერესო და უცხო დასტა სხვათა შორის რა. так, დავიწყოთ ახლა. თუ დამჭირდება კიდე დამეხმარებიან, ცოტა კითხვები ავიღე. იცით როგორ კიდე გავაკეთოთ ჩვენ? მოდით აბა ვინც უყურებს თქვენ როგორ ხართ განწყობილი საერთოდ ამ ურთიერთობაზე. რომ მაინც იცოდეთ, ხო? მაინც ხო ვთქვი, რომ არ გავაკეთებ სიგნიფიკაციას, მაგრამ მაინც ნახოთ აბა თქვენი განწყობა, ვინც ახლა თქვენ როგორ აი გოგოს ვკითხოთ, ხო? ჩვენ ახლა უფრო ბიჭებს ვშლით ხოლმე. ნუ თქვენ როგორც ოხალ და ორი წამოვიდა. ნუ თქვენ როგორ ხართ, იცით განწყობილი? აქ შემიძლია გითხრათ, რომ პრინციპში ნახათ როგორ ხართ განწყობილი. ეხლა მაქსიმუმ რა შეგიძლიათ მას შესთავაზოთ, ეს არის რომ მეგობრული ურთიერთობა. აი აქ ეგეთი განწყობა. პირველი რაც მოდის, ეხლა საჯარო გაშლა არის, ამიტომ ვიცით ჩვენ ხო, რომ შეიძლება რამდენიმე ვარიანტი წამოვიდეს. პირველი რაც მოდის, ნახეთ, თქვენ პრინციპში ეხლა ბევრს ფიქრობთ, აწონ-დაწონეთ და მივხვდით, რომ აი აქ აი თითქოს არ ღირს
მასთან არანაირი გაგრძელება ურთიერთობის. აქ ნახეთ გოგოებო, ვისაც სამკუთხედი გქონდათ, აი თქვენთვის იქნება უეჭველი ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ აქ ადამიანი იყო და განწყობილი როგორ ხარ. თუ ეხლა ეს ადამიანი არის ქორწინებაში, აი მაგ შემთხვევაში თქვენ, დაუშვათ თუ გაქვთ ახლა ესეთი მეგობრული ურთიერთობა, კი ბატონო. იმიტომ რომ აქ ნახეთ, აქ ადამიანმა თავის დროზე არჩევანი ვერ გააკეთა თქვენსკენ და ამით გული გაადგინა ძალიან. და ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ეს ადამიანი ეხლა აქ არის მაინც კვერცხების მეფე, ხო? ანუ შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს ადამიანი ან ეხლა თუნდაც ქორწინებაში რომ იყოს, ვერ გრძნობს თავს კარგად იქ რა. მოდით ასე თქვა და თქვენს პრინციპში შეიძლება ამას გრძნობთ, ან იცით, რომ დღეს კომენტარიც იყოს ხოლმე შორის აი ესეთი რომ გოგომ დაწერა რომ ვიცი კი წავიდა სხვა ურთიერთობაში, მაგრამ ვიცი რომ იქ არ არის კარგად. ხო, და ამიტომ არის ეგეთი სიტუაცია, რომ პრინციპში თქვენი განწყობა როგორ აი უკვე თითქოს აი რო გითხრათ რომ უკვე ნერვიულობთ და რამე არა, თქვენ ინერვიულით ბევრი. მაგრამ ვისიც პარტნიორი არის სამკუთხედში, როგორ გითხრათ, აი ზოგისთვის მოდით ასე ვთქვათ, რომ უკვე არც ნერვიულობთ, მაგრამ ზოგს კიდე დარჩა გულში რაღაცა მომენტი, რატომ გეტყვით, იმიტომ რომ აქ ეთყობა ამ ადამიანმა ადრე თავის დროზე შეგპირდა თქვენ, რომ ან თქვენი მეუღლე იქნება, ან თქვენ კანონიერი ურთიერთობა გექნებათ, კიდე ეცით რა მოდის, შეიძლება ვინმეს ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. და საქმის გულისთვის თქვენ არის ეგეთი მომენტი, რომ შეიძლება საქმიანი ურთიერთობა იყო და მაგის გამო არ გადაიზარდა, თქვათ ეს ურთიერთობა სხვა რამეში. აი ძალიან ნახეთ, საქმიანი ურთიერთობა სამსახურებრივი რაღაცა საბუთებთან დაკავშირებით, ანუ სიგნიფიკაციას გეუბნებით, ვისთვის იქნება ეს გაშლა. კიდე ვისაც უნდოდა რომ ყოფილიყო, თქვათ, ქმარი და არ მოხდა, გული გაადგინათ ნებისმიერ ვარიანტში. აი ეს. всё. ვნახოთ ეხლა ესე იგი ჩვენ პირველი კითხვა გვაქვს, ჩვენ ეხლა როგორ არის განწყობილი თქვენს მიმართ. როგორ არის განწყობილი თქვენს მიმართ, იცით როგორ არის? აი საერთოდ აი ეს ადამიანი როგორ იცით? მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დაგაფასებთ. იმიტომ რომ აქ არის მაგის ენერგია, და აქ ძალიან საინტერესო მაგი არის რა. ანუ პირველი ენერგია ჭკვიანი. არ ვიცი, აი ჭკვიანი ადამიანია, რაღაცა საქმის მცოდნე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ფიქრობს, რომ თქვენ დაუშვათ აი მაგიური ცოდნა გაქვთ რაღაცა, ან როგორც მაგნიტი ისე იზიდავთ რა. ამავე დროს ამპარტავანი შემიძლია გითხრათ, იფიქროს თქვენზე, მაგრამ შეიძლება კიდე მაგი საერთოდ როგორ არის, როგორი ენერგია ეს არის, როცა დაუშვათ ადამიანი არის, პირველ რიგში აქ რა მომდის, აი მაგნეტიზმი რა, იზიდავს, მაგრამ ჭკვიანი უეჭველი რა, უეჭველი. მოდით კიდე აბა ვკითხოთ მეორეში რომ არ შეთვის. Grand Lux. ესე იგი ძალიან აი მე პატარა ბავშვით მიხარია რა. ეს ჩი რომ არ შეთვის დასტები. აქ კიდე ნახეთ როგორი გოგო ხართ, კი ბატონო, თქვენ ხართ როგორი ადამიანი, არაფერზე აი არაფრის წინ არ გაჩერდებით რა. აი სულ წინსვლა, სულ რაღაცას ეთყობა, აი ნავატარ არის კარგი სიტყვა რუსულად რა. ანუ ყოველთვის რაღაცას აი არ გაჩერდებით არაფრის გამო, მოდით ასე ვთქვათ რა. ანუ სხვათაშორის არ არის სუდის შეფასება, რომ მაგრამ ამავე დროს ნახეთ რას ფიქრობს ეს ადამიანი, როგორ არის განწყობილი თქვენს მიმართ. მაგან იცის რომ თითქოს თქვენსკენ გზა გადაკეტილი აქვს. წერტილი არის დასმული.
კი. აქ რაღაც დასრულებას აქ ადგილი რო იცოდეთ. მაგრამ როგორი მომენტი, ახლა გეტყვით, ნახეთ. ამ ადამიანს დარჩა როგორი სიტუაცია, იცით, გეტყვით. იცის, აი აქ სიტუაცია როგორი მოდის, თითქოს იცის ადამიანი, რომ თქვენთან ურთიერთობა არის შეჩერებული, თქვენ დასვით წერტილი, გაიგეთ? როგორ არის განწყობილი. მაგრამ აი დაისვა წერტილი და ეხლა რომ უნდოდეს თქვენთან მაგას მოსვლა, არის რაღაც აი რთული გზა, რთულია ძალიან. რთული არ არის ადვილი რა. მაგრამ აი ეს მიჯაჭვულობა დარჩა, გაიგეთ? აი რაღაცა როგორ არის. ანუ თქვენ მასში იწვევთ ისეთ ენერგიას, რომ აი იზიდავთ. თუ დაუშვათ თქვენ აი აქ ურთიერთობა გქონდათ რაღაცა შეიძლება პატარა ასაკიდან არის თქვა, ხა ნუ აი ეს შეიძლება ისეთი ურთიერთობა იყოს, რომელიც თქვა დიდი ხანი გრძელდება, ხო? აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ამ ადამიანს აი თითქოს იმის მიუხედავად, რომ რთული აქ დაესვა წერტილი, გაიგეთ, თვითონ ხო ჩვენ ნახავთ ახლა აქ ნანობს არ ნანობს, მაგრამ აი ნანობს, ნახეთ, ნანობს არ ნანობს და აგერ არის ნანობს. კი. ძალიან ნანობს. უზომოდ ნანობს. იმიტომ რომ როგორ არის? აი შემიძლია გითხრათ, რომ აქ ხო დაესვა რაღაცა წერტილი, ხო გადის რაღაცა პერიოდი, ხო, ცხოვრება მიდის, მაგრამ აი ეს მიჯაჭვულობა არსად არ მიდის მაგისგან. აი ესეთი განწყობა ამ ადამიანს. всё. так, შემდეგი, სინამდვილეში, ხო, როგორ გრძნობს თქვენს მიმართ თავს სინამდვილეში. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანს აქ როგორი მომენტი, აი, სულ ფიქრები აქვს თქვენზე, კი. ანუ აქ არ გამიკვირდება, რომ თქვათ, ახლა აი ჩაძინებული არა აქვს ამას ეს გრძნობა, იმიტომ რომ ეს არის როგორ იცით, რო დაწვება, აი რომ მარტო რო არის თავისთვის და რომ წამოწვება, აუცილებლად თქვენ გაახსენდებით. აი უეჭველი შემიძლია გითხრათ, რომ აქ არის ადამიანს აქ თქვენზე ფიქრი სულ იხსენებს რაღაცებს, შეიძლება ზოგჯერ ბრაზდება რაღაც, რაზე ბრაზდები? რაზე ბრაზდები? ცხოვრებაზე ბრაზდება, გაიგეთ, რა იცით როგორ არის? აი შეიძლება აი სიტყვა ამ ცხოვრების და ასე შემდეგ, იცით თქვენ ხო ეს სიტყვები რაც გაგრძელება. იმიტომ რომ მაგაზე ბრაზდება, რომ ვერაფერი ვერ მოვახერხე, რატომ აი აქ დიდი სინანული აქ ადამიანს. აბატიეთ. სინანულიზე არ მისულა, რომ მაჩვენებს, რომ ანუ რაზე ფიქრობს სულ ეგა, რომ აი რატომ არ მოხდა ეგ, რომ აი დაუშვოთ, რომ რაღაც ტუზები, ანუ სულ როგორ არის ეს სიტუაცია ნამდვილად არის ესეთი, რომ აი ბედის წერასავით რა გეუბნები და ამიტომ აქ ნანობს ეს ადამიანი, უკვე ნანობს, უკვე მითხარეთ რა, მითხრეს. რას მალავს და არ გეუბნებათ? რას მალავს და რო იყოს მაგისი ნება მოვიდო და დააბრუნებდა წარსულს. აი რას მალავს? კი, ოჰ, კი. რას მალავს და იმას მალავს, რო იყოს საშუალება ყველა ვარიანტში დააბრუნებდა წარსულს და არ გაგიშვებდეთ ხელიდან. იმიტომ რომ აქ არის, ნახეთ, აქ არის ესეთი მომენტი, რომ აქ ნამდვილად ადამიანი არის, რომელიც აი დაუშვოთ ახლა სკოლის პერიოდიდან, სტუდენტობის პერიოდიდან, აი რაღაც ეგეთი პერიოდიდან რა, ანუ თქვათ ახლა ბავშვობის პერიოდიდან არის ეგეთი რამე და ანუ მოხდა რაღაცა აკეთობა სიტუაცია ისეთი, რომ ურთიერთობა არ შედგა. აქ ხო, ანუ ცხოვრება ერთად თქვენ არ გააგრძელეთ, მაგრამ მიჯაჭვულობა დარჩა ამ ადამიანს, მიგეჯაჭვათ და ეს არის კიდე ამის გულში და რო იყოს მაგისი ნება, აუცილებლად აი ისეთ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ თქვენ ყოფილიყავით ერთად. ეს აქ ამ ადამიანს.
შემდეგი ვნახოთ ჩვენ, ну, აი ზუსტად ახლა სინანული. არსებობს თუ არა სინანული და კი. კი ბატონო, ძალიან დიდი სინანული. აქაც ნახეთ ერთი პრინციპი შეჭიდა იგივე. კი. აი გოგოება, აქ სულ რა გეუბნებით, ვისი გაშლა იქნება 1000%-ით, რომ თუ დაუშვოთ, თქვენ უნდა ყოფილიყავით ამ ადამიანის, თქვა, ცოლი, მაგრამ რაღაცა არ მოხდა ცხოვრებაში. აი ეგეთი ადამიანი მოვიდა დღეს ჩვენთან რა. იმიტომ რომ ნამდვილად ისეთ როგორ არის, ეს ადამიანი არის, არ გამოვრიცხავ რომ რაღაცა ან სამხედრო, ან პოლიციელი, ან ვიღაცა, რომ სულ ხმალების ენერგიები მოდის, ხმალების, ანუ ეს როგორი ტიპები არიან, იცით? ანუ არ გამოხატავენ ეგენი საერთოდ იმას, რაც აქვს მაგად გულში. იმიტომ რომ ხა ზოგჯერ რატომღაც უყურებენ ხმალების, გინდათ მეფეს რო ეს ყოფილი პარტნიორი, ну, იმიტომ რომ ალბათ რომ მარტო არის, უფრო ეხა ისეთი ტიპაჟი არის რა ეგა და, მაგრამ ну, ყოველ შემთხვევაში აქ ეხლა მე რასაც ვხედავ, ადამიანი აქ ნანობს. ეხლა როგორ არის მისი ცხოვრება, მოიცოდეთ. ეხლა როგორი ცხოვრება აქ ამას. იცით როგორი ცხოვრება აქ, ეს ადამიანი არავის არაფერს არ ეუბნება რა ხდება მის ცხოვრებაში. აქ რაღაც უშიშროება ყავს მე მგონი. აი არაფერს არ, იმიტომ რომ ყურუმი როცა გამოდის, როცა პარტნიორზე ვეკითხები და არ გამოდის, ესე იგი რაღა აი უკვე რამდენჯერ მქონდა ეგ მომენტი, რომ პარტნიორი ვერ ხსნი, მეთქი რა ხდება და მე გოგოს ვეკითხები, რომ უშიშროება, როგორ მუშაობს ეს შენი პარტნიორი, რომ რაღაცა ვერ ხსნი და კიო. ხო, აქაც ყურუმი გამოვიდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანს ახლა ეს ადამიანი მალავს იმას, რაც ხდება მის ცხოვრებაში. რო გითხრათ, ახლა ცუდად არის, არ არის ცუდად ნამდვილად. მაგრამ უბრალოდ ახლა აი ეს ძალიან ბევრი პაჟები გამოვიდა. ახლა შეიძლება ახლა შვილებთან ახლა ყავს და უშვოთ ახლა ამ ადამიანს და ამით ახლა ერთობა. მაგრამ რა არის, ან შვილი გააჩი, მაგრამ რა არის, იცით ახლა აქ რა ხდება? ადამიანს ყოველთვის იმის მიუხედავად, რომ დაუშვათ ახლა ну, ეს სიტუაციები ეგეთი საერთოდ ძალიან არ არის ადვილი. ეხლა ჩვენ ახლა არ დავიწყებთ აქ ძალიან ღრმად ჩაღრმავება ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ მე ეგეთი ისტორიები ვიცი უამრავი. და даже პროგრამა არის სხვათა შორის მატრიცაში, ეგეთი, ეხლა გამახსენდა უცბად. ანუ როგორ არის, იცით, წინა ცხოვრებაში სულებს ჰქონდათ ურთიერთობა, მაგრამ რაღაც არ მოხდა მათ შორის, ну რაღაცების, თქვა, სიტუაციების გამო, იქაც, მაგრამ არ დარჩათ ცუდი მოგონება. ну, აი ხო არის ზოგთან ახლა მე რო გეუბნებით ხოლმე კარმული ურთიერთობაში, როცა თქვენ ხართ და როცა ასრულებ, ეცადეთ მაქსიმალურად რომ ურთიერთობა ისე დაასრულოთ, რომ არ გქონდათ არანაირი, თქვათ, ლანძღვა, გინება და წყენა მაქსიმალურად, იმიტომ რომ მე კიდე მოგიწევთ, ან ეგეც მოგცევენ აი ამ ცხოვრებაში, ან შემდეგ ცხოვრებაში მოგიბრუნდებათ უკან და ხო და აი იმ პროგრამით, აი ზუსტად ეს მომენტი მოხდა, რომ არ გქონდათ აი ეს წყენა რაღაცა, გულის ტკენა და ასე შემდეგ, მაგრამ როცა მოდის ეს ადამიანი, მაგრამ ისე, ну, წავიდა, აი ესე მოკლე ურთიერთობები რო არის, ხო ხდებით და ამ ცხოვრებაში ადამიანს ეს შემოწმებული მაქვს უკვე მილიონჯერ ეს პროგრამა და მართლა ეგრე მუშაობს და ამ ცხოვრებაში ხდება რა? ხდებიან ერთმანეთს ისევ ადამიანები, თან ხშირ შემთხვევაში როგორ არის, იცით? ანუ ახალგაზრდობაში, რატო აი აქაც სულ პაჟები მოდის, იმიტომ მეუბნებიან, რომ რაღაცა სულ ადრე შეხვდნენ და ხო და ანუ ხდებიან ახალგაზრდობაში, დაუშვათ პატარა ასაკში, ну, ერთმანეთს გაეცნობიან და მე შეიძლება არ მოხდეს რამე, დაუშვათ აშორებენ ამათ, მაგრამ აი რაღაცა ისეთი მომენტი მაინც მთელი ცხოვრების მანძილზე მიდის რა, რომ აი თქვა გახსენდება ან რაღაც, ну და მე რა ხდება ნახეთ, ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება ის სიტუაცია, როცა ეგენი დაუშვათ უკვე თქვათ, ან ორივეს ყავთ ოჯახი, ან რომელიმეს ყავს ოჯახი და ეს კაცაც შეიძლება დაემართოს ქალსაც, აქ არ არის მომენტის. და
შემოდის ადამიანი ვიღაცა, თქვა ეს ბრუნდება, სადღაც შეხვდნენ და ბრუნდება ეს ურთიერთობა. ეხლა ნახათ აქ როგორი მომენტი არის. ხშირ შემთხვევაში აი მე მაგალითად როცა ამ პროგრამას ვხედავ, ვეუბნები რომ არ შეტოპო, იმიტომ რომ თუ შენ უკვე ყავს მყარე ოჯახი, თუ შენ უკვე დაუშვათ, შვილები ყავს, შვილიშვილები სიტყვაზე და უკვე კარგად ხარ, ახლა შეიძლება კი ბატონო სულიერად არ ახარ. თუ შენ აი აქ არის ვარიანტი, როგორი საინტერესო პროგრამას ხო შენ ამას ძალიან ვიძიებდი იქ ორი მომენტი არის. ერთი რომ თქვა ადამიანის ეს არის ცდუნება ის ვინც გამოჩნდა, როცა შემყარე ოჯახი ყავს, ხო? და იმიტომ რომ შენ უკვე გეკარგება საერთოდ თქვა აი გონება რა, იმიტომ რომ შენ უკვე გადაერთობი იმ ადამიანზე და არის უკვე ისეთი სიტუაცია, რომ სულ მაგაზე გეფიქრება, უკვე ისინი აღარ გჭირდება რაღაცა და აი აქ არის ეს ადამიანი მართლა როგორც ცდუნება მოვიდეს შენ ცხოვრებაში და კი არის მომენტები, როცა შეიძლება თქვათ, თუ დაუშვათ ორივენმა გადაწყვეტილება მიიღეს და მე არ გამოვრიცხავ, რომ თქვათ, გააგრძელონ ურთიერთობა, მაგრამ უფრო აი არის რომ ცდუნება არის. ეხლა მთელი პროგრამას არ მოგიყვებით, ეხლა არ დაგღელით აქ, მაგრამ უბრალოდ გეუბნებით რა. მაგრამ აი ან რაღაცის გამო შეიძლება იცით რა არის. აი მაგალითად ვინც არ იცის ხო ეს პროგრამა რო აქვს და ესეთ სიტუაციაში არის და არ არის გაფრთხილებული, ამიტომ მე ბევრი გამეფრთხილებია სხვათა შორის, აი ძალიან ბევრი და მე ვუთქვიოთ რომ კი მართალი იყავი. იმიტომ რომ ზოგი დაანგრევს, თქვათ, ურთიერთობას, იმ მყარ ურთიერთობას, მე ამ ურთიერთობაში შედის და არაფერი შეიძლება სულაც დაკარგოს ყველაფერი რა. ამიტომ აქ უნდა ან უნდა იცოდე, რატო ხდება ეს მომენტი, ან ძალიან ფრთხილად უნდა იყო. თუ რა თქმა უნდა, უკვე იმ ურთიერთობაში, როცა ეს ადამიანი შემოვიდა ის წარსულიდან შენ ცხოვრებაში, შენ არაფერი არ გაქვს უკვე, არც არაფერი თქვათ, გულის ტკენის მეტი არაფერი გაკავებს დაუშვოთ, ხო? და შენ ნამდვილად გინდა ადამიანთან რომ გააგრძელო ურთიერთობა და იყო ბედნიერი, ეს სხვა სიტუაცია, გაიგეთ, მაგრამ თუ დაუშვოთ შენ ახლა თქვა ძალიან ისეთი მოსიყვარული ოჯახი და კარგად გრძნობ თავს, ეხლა ეს არ არის საჭირო რომ რაღაცა გააფუჭო. ხო, ეს ვისაც პროგრამა აქვს ეს მე არ გეუბნები რომ ყველას ახლა ვინც იცანი თქვენი თავი, ეს ვისაც ეს პროგრამა აქვს, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ეგრე მუშაობს, იმიტომ რომ რატო გამახსენდა, იმიტომ რომ აი აქ სულ წარსულიდან თემა არის, კი დავუშვებ, რომ შეიძლება წინა ცხოვრებიდანაც არის აქ მომენტი, რომ თქვა ადამიანი უგრძნობს, რომ აი რაღაცა აი თითქოს საუკუნები ვიცნობთ ერთმანეთს, გაიგეთ, ეგეთი რამეც არის, რას ქვია, ჩვენ ხო მაგაზე სულ ლაპარაკობთ, მაგრამ აქ გეუბნებით ადამიანი ნანობს, იმიტომ რომ ნამდვილად აი სულ მთელი კარტები რომ მაგას მეუბნება, რომ იყოს საშუალება, ჩემი ცოლი იქნებოდი, იმიტომ რომ ეს გეუბნებით ან არის რაღაცა მოხდი თქვენ ამ ურთიერთობაში ისეთ პერიოდში, როცა რაღაცა, მოდით ასე ვთქვათ, რაღაცა მიზეზების გამო, იმიტომ რომ ახლა არ არის ეს პირადი გაშლა, ამიტომ რაღაც მიზეზების გამო თქვენ ვერ გახდით მისი მეუღლე და ამიტომ აქ ადამიანს აქვს სინანული. კი ბატონო, აქვს სინანული, ნამდვილად აქვს. იმის კიდევაც მიუხედავად, თუნდაც შეიძლება ყავდეს ოჯახი ნორმალური, თქვა, მაინც აი ეს სითბო აკლია, სითბო. ნახეთ როგორი მომენტი არის, როცა ეხლა მამაკაც რა უყვარს, ხო, რა ის სიამოვნებს, რომ მოვიდეს სახლში, რომ შეხვდებიან, რომ მას ელოდებიან, რომ მოვა მას შეხვდებიან სიყვარულით, რომ მაგას რა ქვია, აი სითბოთი, ხო, ასე შემდეგ. როცა ეს აი სითბო არ არის, როცა შენ მარტო ხარ, დამლაპარაკი არავინ არ აყავს, ნორმალური. ხო? როცა შენ ახლა სულიერად უკვე იმ შენს მეუღლესთან აღარა ხარ, ხო? ეს არის ძალიან რთული სიტუაცია და ძალიან ძნელი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, აი ეს რატომ გეუბნებით ამას, ამ ადამიანს ეს არ აქვს.
და იმიტომ თქვენ სულ გახსენებს ესეთნაირად, რომ ეხლა რო იყოს სუნთლად ასე ბედნიერი, ნამდვილად რაში უნდა გაახსენდეს ვიღაცა, ხო? ეხლა როცა ბედნიერები ვართ, ჩვენ ეხლა რაში უნდა ვიღაცა გახსოვდეს, მაგრამ აი ეს სულიერი სითბო, სულიერი სულს რაც უნდა, მე თქვენთვის ბევრჯერ მithქვამს, რომ როცა ადამიანს ახლა არ აქვს ნიშნავს, რომ ბევრი ფული გქონდეს, ხო, შეიძლება გქონდეს, თქვათ, რა ვიცი მე, სახლები და მანქანები და გემები და რა ვიცი, მაგრამ შეიძლება ოჯახიც ყავდეს. რამდენი ვიცი ეგეთი ოჯახი, სადაც აი ეს სულიერი სითბო არ არის და რაღაცის გამო ადამიანი არიან ოჯახში და ადამიანები, თქვათ, არ მიდიან ოჯახებიდან, რომ ვითომ აი გინდათ ახლა ბევრი აკეთებს ამას შვილების გულისთვის და რა სიტყვიან ხალხი ნათესავების გულისთვის. ეხლა რა არის, იცით, ესაც არ არის სწორი, იმიტომ რომ სულიერად კარგად უნდა იყო, იმიტომ რომ კი, აი ეგოისტი ხარ და ეხლა რა არის, იცით, როცა შენ ბედნიერი ხარ, მე სულ მაგას გეუბნებით, როცა შენ ბედნიერი ხარ შენ თვითონ, მერე უკვე შენ აი ეს რუსულად არის სიმღერა ეგეთი იყო. ხო, ანუ როცა ბედნიერი ხარ, ამ ბედნიერება გაუზიარეს სხვასაც. გაიგეთ? ანუ ყველა შენს გარშემო ბედნიერია. როცა უბედური ხარ, სულიერად შენ შეიძლება იღიმი. შენ შეიძლება მოდიხარ სახლში, ხო, გამარჯობა, მაგრამ აი ეს რო არა გაქვს, ეხ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხნის ოჯახი, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელი ცხოვრობთ ერთად, არ აქვს, მაგრამ გაიხსენეთ ახლა ვისაც დიდი ხნის ოჯახები ყავთ. თქვენი მეუღლე როცა გადის, აი თქვენ რადგან ხართ მასთან, ხო, მოდით ასე თქვა. ხართ მასთან, ახლა ეძახათ, კი, მიყვარს. აი თქვენი მეუღლე დაწერეთ აი აქ კომენტარებში. რომ მოდის სამსახურიდან. თქვენ როდის ბოლოს იყო, რომ თქვენ შეხვდეთ, აი მე ჩემი მზე მოვიდა და ჩაიხუტეთ და მიყვარხარ, რა კარგია რომ მოხვედი და რომ მიდის, ჩემი გმირი მიდის. ეხლა სანადიროთ, ხო და აკოცეთ ჩაიხოთ, გაიხსენეთ. ეს არ არის აი თქვათ რომ ვინ რას ვამბობ, ეხლა იდეალური რაღაცა და ესა და არა. აი ეს არის სიყვარული, ეს არის ჰარმონია ურთიერთობაში. და შეიძლება წლები კი არა, რამდენი თუ ეს არ გინდა და არა ხარ მასე ოჯახში, ხო, პარტნიორთან, ხმართან, ну ესე იგი მანდ არ არის სითბო და სიყვარული უკვე. გაიგეთ და უბრალოდ რაღაცის გამო ხართ და უბრალოდ თქვენ თავს გამოუწყდეთ, რომ ეხლა თქვენი არჩევანი, თქვენ ხო იცით, მე არასოდეს მე უბრალოდ ჩემ აზრს ვამბობ, თქვენ როგორც თქვენ გინდათ ისე უნდა გააკეთოთ. ეხლა რა თქმა უნდა, მე რა უფლება მაქვს თქვენ რამე გასწავლოთ, მე უბრალოდ ჩემ აზრებს გეუბნები და თქვენ თუ მოგწონთ, კი ბატონო, თუ არა, არა. რა გაკვეთილები დაგჭეთ კიდე თქვენ ახლა ამასთან კარმული, რომელიც თქვენ უნდა ხო, გაიარეთ. ესე ინტერესო იცით? რა გაკვეთილი დაგჭეთ. ვერასოდეს გამოიცნობთ. ორიენტასების. მოიცადეთ, ეს ეხლა მაინტერესებს რას გულისხმობენ აქ. აქ იცით როგორი მომენტი არის, აქ მე გეტყვით რა არის. აი ეს წყვილი უნდა ყოფილიყო ერთად. ყველა ვარიანტში. ხო გითხარით, აქ რაღაცა არ შედგა. ეს უნდა ყოფილიყო ეს ურთიერთობა, უნდა ყოფილიყო ეს ერთად. ეს ურთიერთობა. იმიტომ რომ აქ არის როგორი თემა. ეგენი აი უკვე მე რამდენი შეხვედრა, აქ შეიძლება უკვე ეს ურთიერთობა, ნახეთ, აქ ხო გითხარით, რომ რაღაც ან წარსულის ცხოვრებიდან მოდიან, ან რაღაც ესეთი მოდის, გრძელდება. აქ გეუბნებით, რატო არ შედგა ერთი მაინც მაინტერესებს კიდე. ვერ გაიარეს ამათ მაგაკვეთილი. ვერა. რატომ ეს მითხარით? ვერ შეძლო ვინ?
გეტყვით, ეხლა ნახეთ, აქ რა მოხდა. ეხლა ნახეთ მისმინეთ. ეს ამათ აქ კარმული ურთიერთობა არის, აქ უნდა ყოფილიყვნენ ეს ადამიანები სიყვარულის გაკვეთილს გადიან. სიყვარული. ეს ურთიერთობა უნდა არ არის აქ, ეხლა გეუბნებით, ხანძლივი რაღაცა არის, მაგრამ ურთიერთობა მანძილზე ხდება, მაგრამ ეს სულები არ არიან შეხვედრილი პირველად. მაგრამ ნახეთ რა ხდება აქ. ხო ვეკითხები რატომ არ შედგა ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ დაანგრია, ანუ მისცეს შანსი, ნახეთ, მისცეს შანსი ამ ადამიანს, მაგრამ დაანგრია, ვერ შეძლო, ვერ გაკვეთილი ვერ გაიარა. იმიტომ რომ აი რაღაცის გამო რა, ანუ რაღაცა სიტუაციები იყო, რომელიც ვერ გადალახა ამ ადამიანმა. გაიგეთ რა ხდება? ვერ გადალახა. რა ვერ გადალახა, აბა ესეც მე მითხარით. იმიტომ ხო გეუბნეთ, აქ რაღაცნაირად ახლა ისე რა, ნუ მისცეს საშუალება, ხო, ამ ადამიანს. მაგრამ აი ვერ მოერია, ვერაფერთ ვერ მოერია. აი რატო? ოჯახის გამო. იმის გამო, რა სიტყვიან ხალხი. აქ გოგოები მოდის, აქ რაღაცა ოჯახის გამო ამ ადამიანმა ვერ გააკეთა არჩევანი. აქ ვიღაცას დაეუჯერა, კი? არა. აქ თვითონ აი ნახეთ და იმიტომ არის დასჯილი ეს თქვენი პარტნიორი გოგოებო. ამას უნდა აქ უნდა ყოფილიყო ოჯახი. მაგრამ არაფერი არ გააკეთა. არაფერი. გოგოება, ეს ახლა ეს ისჯება ეს ადამიანი, ნახეთ სულიერად. ეს ისჯება სულიერად, იმიტომ რომ ამას შანსი მიეცა, უნდა ყოფილიყო თქვენ თან აქ, თუ იცანით ეს თქვენი სიტუაცია, მაგრამ ამან აი გამბედაობა არ იყო, კაი, არ დაიცავა, მაგრამ თავისი გადაწყვეტილები, ნახეთ? მე მოდი აქეთ. ეს ეხლაც კი არ მოდის მეწინააღმდეგება, ნახე. ვერ დაიცავა ეს ურთიერთობა თავისი, თვითონ თავისი მე მინდოდა, მაგრამ ვერ დაიცავა და ამიტომ მოხდა აი ესეთ მდგომარეობაში ეს ურთიერთობა და ამიტომ ვერ გაიარეს ამათმა ეს გაკვეთილი. იმიტომ გამიკვირდა რომ მეთქი ახლა ასეთი კარტი და სიყვარულის გაკვეთილი როგორ და აი ეს არის რა. რომ ადამიანს მიეცა შანსი, მე დარწმუნებული ვარ, აქ შეიძლება რამდენიმეჯერ შანსი მისცეს, მაგრამ ამ ადამიანმა ვერაფრით ვერ გამოიყენა. ამ დროს პრინციპში საერთოდ თქვენ გეწერათ ამასთან ბედნიერება. თუ გინდათ მასქენით რა ქვია. თუ ეს ადამიანი გამოჩნდება და თქვენთვის ეს ურთიერთობა აქტუალური, შეგიძლიათ კარგი მეგობრული, ნახეთ, მეგობრული, თქვენ როგორც განწყობილი ხართ, სამიანით ასეთ. აქაც იგივეა. თქვენ შეგიძლიათ ამასთან ვთქვათ, მეგობრული ურთიერთობა, რატომაც არა. თუ გამოჩნდა, თუ თქვენთვის აქტუალურია, მაგრამ მე გეუბნებით, აქ ადამიანი დასჯილია. ხო სწორედ ვამბობ. მთელი ცხოვრება დაიტანჯა, იმიტომ აი ეს არის, როცა ადამიანს არ შეუძლია არჩევანის გაკეთება სწორეს. მაგრამ აქ უკვე როგორი მომენტი არის, ნუ თქვენ უკვე არ მიიღებთ, თქვენ არ გჭირდებათ ეს ყველაფერი უკვე. არა. თქვენ შეიძლება უკვე გააქვთ რაღაცა, ნუ ურთიერთობა ან რაღაცა თქვენი ცხოვრება ყოველ შემთხვევაში. აზრს თქვენ ვერ ხედავთ, თქვენ ნახეთ მე ამას ბევრჯერ მივეცე შანსი. მაგრამ ადამიანმა არ გამოიყენა. Всё. იმპერატორი. გეუბნეთ, ეს უნდა ყოფილიყო ოჯახი. აჰა, დალოცვილი ზემოდან არის დალოცვილი ოჯახი.
აქ გამოუშვოს ეგენია, უნდა ყოფილიყვნენ, ნუ არ გამოვიდა, всё, არ გამოვიდა, ნუ გამოვიდა, ხო? ასეთი იყო ჩვენი გარჩევა. მომწერეთ ვისაც რეზონირდათ, რომ ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ მართლა საინტერესო სიტუაცია და მე როგორც ყოველთვის გისურვებთ სიხარულს და ბედნიერებას.